მოგესალმებით. წინა შეხვედრისას ჩვენ საუბარი დავიწყეთ ანთროპოცენტრული სამყაროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს სულიერ საწყისზე, ისეთზე, როგორიც რელიგია. მაგრამ არ დაგვიმთავრებია ამაზე მსჯელობა, დღეს განვაგრძობთ. რელიგია არის გზა და საშუალება სიკვდილის დაძლევისა. მაგრამ რელიგია არაა მეცნიერება, რომ ეს გზა მეცნიერულად დაასაბუთოს. ეს არც მოეთხოვება მას. ვერც მეცნიერება ასაბუთებს იმის მცდარობას, რასაც რელიგია ქადაგებს. რელიგია საერთოდ არაფერს ასაბუთებს და საბუთებით არც არაფერს უარყოფს. ეს მისი სისუსტე კი არა, არამედ ის სფერო, რაზეც გვესაუბრება. რელიგია არ ექვემდებარება დასაბუთებით რაიმეს მტკიცებას ან უარყოფას. იქ ადამიანი რწმენით შედის. სხვანაირი ადამიანური ხედვა იქ უძლური. როცა ვამბობთ, რელიგია არის ღვთისაკენ მიმავალი გზა, ხოლო რელიგიური პიროვნება ამ გზაზე მიმავალი, ეს არ ნიშნავს თითქოს და მიზანი იყოს ღვთაებამდე მიღწევა. ეს ისეთივე ცოდვა იქნებოდა, როგორც ბაბილონის გოდოლის აგების ცდა. რელიგიური გზით სვლა რელიგიურ ცხოვრებას ნიშნავს. მიზანია სწორად ცხოვრება. რელიგიური გაგებით სწორად ცხოვრობ, თუ ღვთისაკენ მიმავალი გზით ცხოვრობ. ესე იგი მიზანია არა უშუალოდ ღმერთთან მისვლა, ეს შეუძლებელია, არამედ ამ გზით სიარული და ცხოვრება. ცხოვრება გზებია. ყველას თავისი გზა აქვს არჩეული. ვინც ღვთისაკენ მიმავალ გზას ირჩევს, ის რელიგიურ გზას აძლევს უპირატესობას. ცხოვრება არ უნდა იყოს აწყობილი წამიერ იმპულსებს. მას უნდა ჰქონდეს უცვლელი პრინციპები, რომლის ერთობლიობა ქმნის სოფლმხედველობას. განსაზღვრული ცხოვრების კონკრეტული სახეა ზენაარსისაკენ მიმავალი გზა რელიგიური მსოფლმხედველობა. იგივე სიტუაციაა მეცნიერების სფეროში. მეცნიერება მეცნიერულად დასაბუთებული ჭეშმარიტების დადგენის პროცესია. დღეისათვის უკვე კარგად გამოიკვეთა აზრი, რომ ბოლომდე დადგენილი ჭეშმარიტება თითქმის არ არსებობს და მისი შესაძლებლობაც არ აჩანს. ეს ვითარება სულაც არაა იმის საფუძველი, რომ მეცნიერების გაუქმება მოვითხოვოთ. საქმე ისაა, რომ მეცნიერებაში უკვე მიღწეული ჭეშმარიტება, მიუხედავად მათი არასრულყოფილებისა, ადამიანს პრაქტიკულ ცხოვრებაში მაინც დიდ დახმარებას უწევს. იგივე უნდა ითქვას რელიგიაზეც. იგი ადამიანის ცხოვრების უდიდესი მომწესრიგებელი ძალაა. ცოდნისა და რწმენის ურთიერთობის საკითხს დიდი ხნის ისტორია აქვს. იგი ძირითადად წარიმართა მეცნიერებისა და რელიგიის ურთიერთობის სახით. მათ შორის ჯერ იყო უკომპრომისო დაპირისპირება. შუა საუკუნეებში რელიგია მეცნიერებას მთლიანად აკონტროლებდა. შემდეგ მათ შორის კომპრომისის ძიებას მოჰყვა ორგვარი ჭეშმარიტების იდეის წამოყენება. მე-19 საუკუნიდან მე-20 საუკუნის პირველ ნახევრამდე უკვე მეცნიერება ახდენს რელიგიის შევიწროვებას. მე-20 საუკუნის მეორე ნახევრიდან გამოიკვეთა მეცნიერებისა და რელიგიის აუცილებელი თანამშრომლობის მოთხოვნა. ეს კეთდება როგორც მეცნიერების, ისე რელიგიის მხრიდან. კულტურის სიღრმისეული საფუძველია თავისუფლება.
შეუძლებელია კულტურული შემოქმედება თავისუფლების გარეშე. რელიგია კულტურის ფორმაა, ამიტომ ისიც შეუძლებელია თავისუფლების გარეშე. რელიგია სარწმუნოებაა. მორწმუნის სარწმუნოებრივი არჩევანი სრულიად თავისუფალია. ამ ნორმის დარღვევა ითვლება პიროვნების თავისუფლების შელახვად. თვითონ რელიგია არის თავისუფლების მქადაგებელი სულიერი ძალა. ბიბლიის მიხედვით ღმერთმა ადამიანის შექმნა როგორც თავისუფალი არსება. ეს ნიშნავს, რომ ღვთის მიერ შექმნილ სამყაროში ადამიანს მიანიჭა თავისუფლება, რათა ეცხოვრა თავის ნებისაებრ, საკუთარი სურვილებითა და შეხედულებებით. ოღონდ იგი ვალდებული იყო ზენაარის მიერ შექმნილ სამყაროში არ წამოეწყო ამპარტავნობა, თვითნებობა და თავის ქმედებებზე პასუხისმგებელი ყოფილიყო. ეს უკვე აშკარად მიანიშნებს რელიგიური თავისუფლების ბუნების აუცილებლობასთან კოორდინირებას. აღორძინების ეპოქის უდიდესი მოაზროვი ჯოვანი პიკო დე ლა მირანდოლას სიტყვებით, აი როგორ მიმართავს ღმერთი ადამს. ციტატა. ადამ, გაყენებ სამყაროს ცენტრში, რათა შენთვის მოხერხებული იყოს ყველაფერი, რათა რაც ქვეყნად არის, იქიდან ჭვრიტო. მე შენ შეგქმენ არაზეციერად და არც მიწიერად, არც მოკვდავად და არც უკვდავად, რათა შენ თვითონ თავისუფალმა და დიდოსტატმა ჩამოაყალიბო შენი სახე ისეთად, როგორსაც თავად ამჯობინებ. შეგიძლია გარდაისახო უმდაბლესად, უგონო არსებად, მაგრამ სურვილის მიხედვით შეგიძლია გარდაისახო უმაღლესად, ღვთაებრიობაში. აქ კარგად იკითხება რელიგიურად გაგებული თავისუფლების როგორც სიღრმისეული არსი, ისე მისი უდიდესი სიმძიმე. ღმერთმა ადამიანი თიხისაგან სხეულებრივად შექმნა, მაგრამ მთავარია მისი სულიერად ჩამოყალიბება. რა კი მას თავისუფლება მიანიჭა. ამით მისი სულიერი სახის ჩამოყალიბება თავად მასვე ადამიანს მიანდო. ეს უკვე ადამიანზე დაკისრებული პასუხისმგებლობაა. თავისუფლება ხომ პასუხისმგებლობაა, რომელიც მძიმე ტვირთია. შეძლებ თუ არა ამ ტვირთის ზითვას, ამაზეა დამოკიდებული. უმდაბლესად გარდაიქმნები თუ უმაღლეს ღვთაებრიობას მიაღწევ. სხვადასხვა დროს და სხვადასხვა ადგილას კაცობრიობას გამოუჩენია ისეთი უდიერება, როცა ერთი დამნაშავის შესაპყრობად და დასასჯელად მას მიაყოლებდნენ ასობით და ათასობით უდანაშაულო ადამიანებს და ეს გაკეთებულა სამართლის აღსრულების მიზნით. მაგრამ ყველა პატიოსან ადამიანს უგრძნია, რომ ეს არის დიდი უსამართლობა. ბიბლიაში ერთი მსგავსი ამბავი გახლავთ მოთხრობილი. იგი უფლის უმაღლეს სამართლიანობაზე მიანიშნებს. მამრეს მუხნართან უფალი ხდება აბრაამს, რათა მას შვილის შეძენა აუწყოს. შემდეგ გაემგზავრება ქალაქ სოდომში. უფალი გაუმხელს აბრაამს, რომ სოდომსა და გომორში მომრავლებული ცოდვების გამო მიემგზავრება, რათა ნახოს საქმით დაიმსახურეს თუ არა სამდურავი, ჩემამდე რომ მოაღწია. აბრაამი შებედავს და ჰკითხავს, ნუ თუ მართალ კაცს ბოროტეულთან ერთად დაღუპავ, იქნებ აღმოჩნდეს 50 მართალი მაგ ქალაქში. ნუ თუ დაღუპავ და არ შეიწყალებ მაგ ადგილს 50 მართლის გულისათვის. მანდრო მარიან.
აბრაამი გაბედულია. მას თავისი სამართლებრივი პოზიცია უკავია. იგი განაგრძობს: არ ეგების შენგან ეს საქმე, რომ მოაკვდინო მართალი ბოროტეულთან ერთად და არ იყოს გარჩევა მართალსა და ბოროტ შორის. არ ეგების. არ იქნება, რომ მთელი ქვეყნიერების მსაჯულმა სამართლიანად არ განსაჯოს. 50 მართალი შევიწყალებ მთელს მაგ ადგილს მათი გულისთვის. ასეთი პასუხით გაგულისებული აბრაამი საკითხს კიდევ მეტად აკონკრეტებს. 50-ს რომ 5 დააკლდეს, ნუ თუ დაღუპავ ამის გამო მთელ ქალაქს. უფლის პასუხი იყო: არა, არ დავღუპავ. თუ ვპოვე იქ 45 მართალი. აბრაამი კვლავ განაგრძობს კითხვის დასმას. 40 რომ აღმოჩნდეს, პასუხია: არ ჩავიდენ სისასტიკეს იმ 40-ის გულისათვის. დიდი მოკრძალებით აბრაამი კვლავ ეკითხება: 30 რომ აღმოჩნდეს, უფლის პასუხია: არ გავაკეთებ ამას თუ ვპოვე 30. აბრაამის შემდეგი კითხვაა: 20 რომ აღმოჩნდეს, უფლის პასუხია: არ დავღუპავ იმ 20-ის გულისათვის. აბრაამი უკანასკნელად ეკითხება: 10 რომ აღმოჩნდეს, პასუხი ისეთივეა: არ დავღუპავ იმ 10-ის გულისათვის. აბრაამისა და უფლის კითხვა-პასუხი აქ წყდება.